დღეს ვესტგუთების საოცარ ეპიკური ისტორიას მოგიყვებით. ეს არის ამბავი ხალხზე, რომელმაც რომის იმპერიას მუხლი მოაკრევინა და ფაქტობრივად ფერფლიდან საკუთარი სამეფო ააშენა. მოდით ვნახოთ, როგორ გაიარეს ეს გზა გადარჩენისთვის ბრძოლიდან ისტორიის შეცვლამდე. მოდით თავიდანვე დავსვათ მთავარი კითხვა, რომელიც მთელ ჩვენს თხრობას გასდევს. როგორ მოახერხა ლტოლვილთა ჯგუფმა, რომელიც შიმშილისა და განადგურების პირას იდგა, არა მხოლოდ დაემარცხებინა თავისი დროის უძლიერესი იმპერია, არამედ შეექმნა საკუთარი, სრულფასოვანი სახელმწიფო. ხო, ამ კითხვაზე რომ ვუპასუხოთ, ცოტა უკან უნდა დავიხიოთ დასაწყისში. სანამ რომთან მათ დრამატულ შეჯახებამ და მივალთ, ჯერ უნდა გავიგოთ, საერთოდ ვინ იყვნენ ეს გოთები და რა კატასტროფამ აიძულა ისინი დაეწყოთ ეს ისტორიული მიგრაცია, რომელმაც საბოლოოდ მსოფლიო შეცვალა. მათი ისტორია პრინციპში საუკუნეებს ითვლის. თავიდან ბალტიისპირეთიდან შავი ზღვისკენ გადმოინაცვლეს, მერე ორ მთავარ შტოდ გაიყვნენ, მაგრამ აი 375 წელს ყველაფერი თავდაყირად გება. სცენაზე გამოდიან ჰუნები, მომთაბარე მეომრები აღმოსავლეთიდან, რომელთა სისასტიკემ გოთების სამყარო უბრალოდ დაამსხვრია და ვესტგუთები პირდაპირ რომის იმპერიის საზღვრებისკენ განდევნა. და აი სწორედ აქ იწყება გადამწყვეტი თავი. ეს არის ამბავი ვესტგუთებისა და რომის იმპერიის პირველ საბედისწერო შეხვედრაზე. ეს იყო კავშირი, რომელიც თავშესაფრის ძიების იმედით დაიწყო, მაგრამ საშინელი ღალატითა და სისხლისღვრით დასრულდა. უბრალოდ წარმოიდგინეთ ეს სცენა. 376 წელია. დაახლოებით 200,000 ვესტგუთი, კაცები, ქალები, ბავშვები, მდინარე დუნაის ნაპირას დგას. ისინი აქ დასაპყრობად არ მოსულან, არა. ისინი ჰუნებს გამოექცნენ და რომის იმპერიის ტერიტორიაზე უსაფრთხო თავშესაფარს ეძებდნენ. რომმა მათ ერთგვარი გარიგება შესთავაზა: უსაფრთხოება, მიწა, საკვები. მაგრამ რეალობა სასტიკი აღმოჩნდა. კორუმპირებულმა რომაელმა ჩინოვნიკებმა მათთვის განკუთვნილი მარაგი მიითვისეს და ვესტგუთები მასობრივი შიმშილისთვის გაწირეს. სასოწარკვეთა იმდენად დიდი იყო, რომ მშობლები საკუთარ შვილებს მონებად ყიდნენ, თუნდაც ერთი ძაღლის ხორცის სანაცვლოდ. ამ ღალატს და არაადამიანურ პირობებს, რა თქმა უნდა, აჯანყება მოჰყვა. კულმინაცია იყო 378 წელი. ადრიანოპოლის ბრძოლა, სადაც დამცირებულმა და გააფრთხრებულმა ვესტგუთებმა რომის არმია ფაქტობრივად მიწასთან გაასწორეს. დაიღუპა 40,000-მდე რომაელი ჯარისკაცი და რაც მთავარია, მათ შორის თავად იმპერატორი ვალენტი. ეს იყო შოკი, რომელმაც მთელ იმპერიაში განგაშის ზარები ჩამოჰკრა. და სწორედ ამ ქაოსიდან აღზევდა ახალი ქარიზმატული ლიდერი. და დაიწყო ვესტგუთების ისტორიის ალბათ ყველაზე ცნობილი თავი, მათი ლეგენდარული წინამძღოლის ალარიხის მიერ თავად რომის აღება. ალარიხი არ იყო უბრალოდ მორიგი მეომარი, ის იყო ლიდერი, რომელსაც კარგად ახსოვდა დუნაის ნაპირზე დადებული პირობის ღალატი. მას თავისი დევნილი ხალხისთვის ერთი ძალიან მკაფიო მიზანი ჰქონდა. ეპოვა მუდმივი და დაცული სახლი, სადაც მათ ღირსებას ვეღარავინ შეეხებოდა. როდესაც რომის ელჩები ქალაქის უზარმაზარი მოსახლეობით დაემუქრნენ, ალარიხმა ამ ლეგენდარული და დამცინავი ფრაზით უპასუხა. ამ სიტყვებში კარგად ჩანს არა მხოლოდ მისი თავდაჯერებულობა, არამედ იმის გააზრებაც, რომ რომის ძველი, უძლეველი დიდება უკვე წარსულს იყო ჩაბარებული. მან რომის დანდობისთვის მართლაც ასტრონომიული ფასი მოითხოვა. ათასობით ფუნდი ოქრო, ვერცხლი, ძვირფასი ქსოვილები და რაც ყველაზე საინტერესოა, ქალაქში მყოფი 40,000 მონის გათავისუფლება, რომლებიც, რა თქმა უნდა, შემდეგ მის არმიას შეუერთდნენ. ეს იყო არა მხოლოდ გამდიდრების, არამედ ძალების გაზრდის გენიალური სტრატეგიული სვლაც. საბოლოოდ, როდესაც მოლაპარაკებები ჩაიშალა, გარდაუვალი მოხდა 410 წლის 24 აგვისტოს, 800 წლიანი დაუმარცხებლობის შემდეგ, მარადიული ქალაქი დაეცა. ეს არ იყო უბრალოდ სამხედრო მარცხი, ეს იყო ფსიქოლოგიური კატასტროფა. იდეა, რომ რომი, ცივილიზაციის ცენტრი დაუმარცხებელია, ერთხამეში დაიმსხვრა და მთელ დასავლურ სამყაროს მომავლის შიში ჩაუნერგა. თუმცა, რომის დაცემა ვესტგუთებისთვის დასასრული სულაც არ ყოფილა. პირიქით, ეს ახალი დასაწყისი იყო. სწორედ აქედან იწყება გრძელი და რთული პროცესი, თუ როგორ გადაიქცნენ ისინი მოხეტიალე არმიიდან დასახლებულ სახელმწიფოებრივ ერად. ეს გზა, რა თქმა უნდა, მარტივი არ ყოფილა. ალარიხის სიკვდილის შემდეგ ისინი გალიაში გადავიდნენ. იქ ისინი გარკვეული პერიოდი რომის დაქირავებული მოკავშირეები, ანუ ფედერატები იყვნენ და მიწის სანაცვლოდ სხვა ტომებს ებრძოდნენ. საბოლოოდ მათ დაამყარეს კონტროლი მდიდარ აკვიტანიაზე და 418 წელს ოფიციალურად დააარსეს საკუთარი სამეფო ტულუზაში. მაგრამ მათი სამეფო გალიაში დიდხანს არ გაგრძელდებულა. 507 წელს ისინი ფრანკების ამომავალ ძალასთან დამარცხდნენ.
ეს იყო გადამყვეტი მომენტი, რომელმაც აიძულა ისინი დაეტოვებინათ გალია და მთელი ყურადღება იბერიის ნახევარკუნძულზე, ანუ დღევანდელ ესპანეთზე გადაეტანათ. და აი, ჩვენ მივადექით ვესტგუთების საგის ბოლო და შესაძლოა ყველაზე მნიშვნელოვან თავს. როგორ შექმნეს მათ ესპანეთში ერთიანი ერი და საფუძველი ჩაუყარეს ახალ ჰიბრიდულ კულტურას. ესპანეთში მათ უდიდესი შიდა გამოწვევა დახვდათ. საზოგადოება ორად იყო გახლეჩილი. მართველი ელიტა, ანუ ვესტგუთები, არიანელები იყვნენ, ხოლო ადგილობრივი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ესპანელ რომაელები, კათოლიკეები. ეს არ იყო უბრალოდ რელიგიური განსხვავება. ეს იყო უზარმაზარი სოციალური და პოლიტიკური ზღვარი, რომელიც მმართველ უმცირესობას დაპყრობილი უმრავლესობისგან ყოფდა. ამ ღრმა განხეთქილების დაძლევის და ერის გაერთიანების თითქმის შეუძლებელი ამოცანა ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ვესტგութ მეფეს ლეო ვიგილდს დაეკისრა. ლეო ვიგილდმა მართლაც ამბიციური და ყოვლის მომცეველი პროექტი წამოიწყო. მან დაარსა მუდმივი დედაქალაქი ტოლედოში და დაიპყრო მეტოქეები. მაგრამ მისი ყველაზე რევოლუციური ნაბიჯები ხალხის გაერთიანებისკენ იყო მიმართული. მან შექმნა ერთიანი კანონები და რაც მთავარია, დააკანონა ქორწინება გოთებსა და რომაელებს შორის, რითაც ორ საზოგადოებას შორის კედლების ნგრევა დაიწყო. აი ეს ცხრილი ძალიან კარგად გვიჩვენებს მისი რეფორმების სიღრმეს. ცალკეული კანონების ნაწილად ერთიანი კოდექსი ყველასთვის. ქორწინების აკრძალვის ნაცვლად ლეგალური კავშირები. სასამართლოში უპირატესობის ნაცვლად კანონის წინაშე თანასწორობა. ეს იყო ორი საზოგადოების რეალური შერწყმის პირველი ძალიან სერიოზული მცდელობა. და მაინც დარჩა ბოლო, ყველაზე დიდი ბარიერი – რელიგია. ლეო ვიგილდმა ამის გადალახვა ვერ შეძლო, მაგრამ მისმა მემკვიდრემ, მეპე რეკარედმა, გადადგა ისტორიული ნაბიჯი. 587 წელს ის კათოლიკობაზე მოექცა, რითაც საბოლოოდ გაერთიანა სამეფო ერთი სარწმუნოების ქვეშ და წაშალა ბოლო დიდი ზღვარი გოთებსა და ესპანელ რომაელებს შორს. ასე რომ, როდესაც მათ მთელ გზას გადავხედავთ, დევნილებიდან, რომლებმაც რომი დააჩოქეს, ერის გამაერთიანებლებამდე, ისმის კითხვა. გოთებისა და რომაელების გაერთიანებით, მათი კანონებისა და კულტურების შერწყმით, ვესტგუთებმა ხომ არ ჩაუყარეს პირველი ნამდვილი საფუძველი იმას, რასაც დღეს ჩვენ ესპანეთს ვუწოდებთ. ეს არის კითხვა, რომელიც მათ მემკვიდრეობას პირდაპირ დღევანდელობასთან აკავშირებს.